დღეს აქტუალურია ეს თემა. ეს არის იესო ქრისტეს ზარზეიმით შესვლა. თქვენ იცით, რომ მალე ტრადიციული ეკლესიები დაიწყებენ იესო ქრისტეს ზარზეიმით შესვლას, ანუ ბზობის აღნიშვნას და ამ ბზობის დღესასწაულთან ვილაპარაკებ. მანამდე კი ხვალე არის 1 აპრილი და მე ვეცდები ამ 1 აპრილს თუ ზუსტად ვერ მოახერხებ, მაგრამ ამ შუალედში ჩავატარო საპასექო სედერი, ანუ ის საპასექო ტრადიცია, ის რაც იესო ქრისტემ გააკეთა საიდუმლო სერობის დღეს. რამაც ჩაუყარა ტრადიცია ზიარებას ტრადიციულ ეკლესიებში. იმიტომ რომ ისრაელში თქვენ იცით, ხვალ საღამოს დგება 14 ნისანი, 14 ნისანი ეს არის საპასექო დღესასწაული შემოდის, საუფლო დღესასწაული. პირველი საუფლო დღესასწაულად ითვლება პასექი ხსნის საერთოდ საუფლო დღესასწაულებს და მთელი ისრაელი აღნიშნავს პასექს. და მე ვისაუბრებ ამ პასექთან დაკავშირებით. იესო ქრისტეს ზარზეიმით შესვლა იერუსალიმში. თქვენ იცით, რომ ახლა ძალიან მალე თან აქტუალური ის მომენტია ისრაელში. ისრაელი შედის ამ ფაზაში და ბევრი მომლოცველი პილიგრიმები, კათოლიკები, მართლმადიდებლები ჩადიან იერუსალიმში, რათა აღნიშნონ აღდგომის დღესასწაული და თქვენ იცით, რომ უბრალოდ პატარა მცირე კომენტარი მინდა გავაკეთო. ძალიან მithქმა-მოთქმა მოხდა ეს ეთერში, რომ ისრაელმა თითქოს იერუსალიმმა დაკელტა და არ უშვებს ქრისტიანებს იერუსალიმში. ეს არის ტყუილი, ეს ასე არაა. თქვენ იცით, რომ ისრაელი არის საომარ რეჟიმში. ცეცხლის კურთხევის ტრადიცია აღდგომის ტაძარში ეს იქნება ჩვეულებრივად, უბრალოდ არ იქნება მასიური ხალხის შეკრება, რადგანაც იერუსალიმი ეს ისეთი ადგილია, სადაც ბომბა, როდესაც რაკეტებს ისრიან, იქ თავდაცვის საშუალება არ აქვს. ანუ ბომბების სრული ცვენის დროს, რაკეტების ცვენის დროს იქ არ არის განლაგებული ბომბდამცავები. არ არის საერთოდ. და თქვენ იცით, რომ ისრაელში მე ქუდს არ ვიხდი, მე ებრაელი ვარ და ებრაელისათვის ქუდი მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ ღმერთია ჩემზევით. ეს თქვენ გაქვთ მართლმადიდებლებს. აი ხუდელს უთხარი რომ მოიხაძოს ქუდი და ისე იქადაგოს. რას გეტყვის ნახოთ. ხო, და თქვენ იცით, რომ ირანმა ბევრჯერ ესვლა ამ ომის პერიოდში ბევრჯერ ესვლა რაკეტა ალიაქსას მეჩეთის მახლობლად დაეცა პირდაპირ ერთ-ერთი ჭურვი, რომელიც ჩამოვარდა. ამიტომ ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რადგან მასიური ხალხის შეკრება არის ისრაელში ამ დღესასწაულზე, არ იხელთოს ამ ხალხმა, რომ ამ ხალხს არ აქვს არც რელიგია და არაფერი. ამიტომ არ ისროლოდა ხალხმა, რომ არ დაიღუპოს და დიდი მსხვერპლი არ მოყოს, ამას ამიტომ აკრძალეს ეს ხალხმრავლობა. მაგრამ ცეცხლის კურთხევის ტრადიცია, როგორც ეს ყველა წელიწადს არის, ამას არ გძალავს, ეს ჩატარდება ჩვეულებრივად და ამას გააკეთებს იერუსალიმის პატრიარქი, როგორც აკეთებდა. ეს ასე, უბრალოდ მცირე გადახვევა გავაკეთე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცები მოვიდა, აი იერუსალიმმა დაკელტა ის ქრისტიანებისათვის შესასვლელი და ესეთი ბოდვებს არაძოს არ ენდოთ ხალხო, თქვენ უნდა გამოიკვლიოთ 21 საუკუნეში სიცხვილია უკვე რომ ესეთი ზღაპრების გჯეროდეთ, ელემენტარულად გადაშალეთ და წაიკითხეთ, ვინ რას აკეთებს და რა როგორ აკეთებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უკვე რომ ეს ასეთ რაღაცების არ გჯეროდეს. მინიმუმ 21 საუკუნეში ეს უკვე სიცხვილია. მაქსიმუმზე აღარ ვამბობ. მაშასე დღევანდელი დღე რაც მე მინდა ვთქვა, ეს არის იესო ქრისტეს შესვლა ზარზეიმით შესვლა იერუსალიმში. ეს არის იგივე ბზობის დღესასწაული. ბზობა ეს ჩვენთან დაერქვა, საერთოდ ბზა არ ხარობს ისრაელში, მაგრამ ჩვენთან არ ხარობს ის პალმები, რომელიც ისრაელში ხარობს. ამიტომაც ეკლესიამ შემოიღო ეს ტრადიცია, რომ ბზობის დღესასწაული და ბზობას აღნიშნა, მაგრამ თვითონ ამ რომ კარგად მინდა იცოდეთ, თვითონ ამ ბზაში არაფერი მისტიური არ არის, არაფერი მადლიური არა. და რატო არ შეუშვეს კათოლიკე პატრიარქი? იმიტომ არ შეუშვეს, რომ ზუსტად მან იყო მაგს ქონდა საზღვრის რაღაცა დარღვევები გაკეთებული და ამიტომ არ შეუშვეს. მაგ უკვე ცოტა სხვა რამეზეა ლაპარაკი. რაც მე ინფორმაცია მოვიძიე,
იერუსალიმის ოფიციალური პირებიდან, ანუ ოფიციალური პოლიცია წერს, რომ მას არ ჰქონდა საბუთები წესრიგში და ამიტომაც არ შეუშვეს. ეგაა და ეგ. ახლა შენ თუ გინდა რომის პაპი იყავი და თუ შენ საბუთები არ გაქვს წესრიგში, ისრაელში შევერ შეხვალ. ისრაელი კანონიერი ქვეყანა ამ მხრივ ძალიან. ხო, საბერძნეთში დაფნავს ბზობაზე. ძალიან კარგი. ანუ მე რატო ვამბობ, იცი? თვითონ ამას მნიშვნელობა არ აქვს. თვითონ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ბზა იქნება, პალმა იქნება თუ დაფნა იქნება, ამაში მისტიკა არ არის, ჩემოკარგებო, ძალიან კარგად მინდა რომ გამიგოთ. მაგრამ ეს რაღაცა სიმბოლიზებს და ამაზე რაც სიმბოლიზებს, მაგას გეტყვი. მაგრამ პროტესტანტიზმის ხუთ დებულებას, ხუთ მწამს, რომელიც არის solo scriptura, solo fide, solo gratia, solo Christos, solo Dios. ანუ ხოლმე ეს ხუთ იმას ვემხრობი, ხუთ პუნქტს თავიდან ბოლომდე. დანარჩენი ახლა სხვა ნიუანსები ეს უკვე მეორე ხარისხოვანია. ამაში მთელი პროტესტანტიზმი არის ერთიანი. ხუთი წამს, რომელსაც აქვს პროტესტანტიზმს. ამას ვერცეთი ვერავინ ვერ შეედავება ბიბლიურად ვინც აზროვნებს, რა თქმა უნდა. კარგი, გადახვევა არ მინდა, ახლა უცებ გავაკეთო, მე მინდა ეს ჩემი თემა მოვამთავრო. ხო და თუ თქვენ კომენტარები გექნება და რამე შეკითხვა გაქვთ, ამ ჩემი თემის შემდეგ, კი ბატონო, გიპასუხებთ, არ არის პრობლემა. მაშასე. მე უბრალოდ ვჩქარობ, რომ ჩემი შვილი კინოშია თან და მინდა მოვასწრო, რომ არ გამოვიდეს და ხელი აღარ შემიშალოს ამ ყველაფერში. აი ესეთ ექსტრემალურ სიტუაციებში ვმუშაობთ, მაგრამ მადლობა ღმერთს ყველაფერსათვის, ყველა დღე წყალობაა მისი, მადლია ჩვენ და მე მიმართ, ყველა დღე რო ვსუმქავთ, ეს არის ჩვენთვის მისი დიდი წყალობა. ჩვენ დამი და ეს საჩუქარია და ამას ყოველთვის მადლიერად უნდა შევედოთ. მაშასე. ეს ისტორია არის დაწერილი მათეს ახალების 21 თავის პირველი თავის მე-11 მუხლი. რას ემსახურება შეიძლება? არა მე იუდაიზმს არ ვავცელებ, მე ვავცელებ ქრისტიანობის ებრაულ ფესვებს. ეს ორი განსხვავებაა. თუ ამდენი არ გესმის, მაშინ ასკროლეთ ხო. ანუ იესო ქრისტე მოდის ბეთანია. ბეთანია არის ადგილი, სადაც იესომ გააცეცხლა ლაზარე და ამის შესახებ ჩვენ ვკითხულობთ იოანეს სახარებაში, როდესაც მან გააცეცხლა ლაზარე. ბეთანია ნიშნავს თვითონ ივრითული სიტყვა და ნიშნავს გაჭირვებულ სახლს. იესო მოდის გაჭირვებული სახლიდან. რას ნიშნავს გაჭირვებული სახლი? ეს ყველაფერი სიმბოლიზმითაა, ჩემოკარგებო, რომ გესმოდეთ. ანუ იესო ქრისტე მოვიდა ჩვენთან როგორც მსახური. ის დაიბადა ბაგაში, ის არ დაბადებულა მეფის სასახლეში, ის დაიბადა გაჭირვებულ ოჯახში, ну ღარიბ ოჯახში რო იყო, გაჭირვებული არ ქვია, მაგრამ ღარიბ ოჯახში დაიბადა. ხელმოცარული ოჯახი არ იყო, რო ვთქვათ, ანუ ეს იყო გაჭირვებული ისა ღარიბი ოჯახი, არც გაჭირვებული, ხო, დავიბენი ახლა ტერმინებში. ღარიბ ოჯახში დაიბადა და ეს ნიშნავს, რომ იესო ქრისტე ყველა გაჭირვებული და ყველა ღარიბ ადამიანის მეგობარია, ვინც მას არ თქმა უნდა მოუხმობს და წამს მისი. აქ სიღარიბე და გაჭირვება არ ნიშნავს აპრიორი, რომ შენ ღმერთი შენთანაა. შეიძლება ეს გაჭირვება და სიღარიბე შენი ცოდვებიდან გამომდინარე იყოს, ეგაც სხვა მომენტია, რომ ვიცოდეთ. მაშასე სიტყვა ბეთანია მოდის გაჭირვების სახლი. გაჭირვების სახლი, საიდანაც იესო წამოვიდა. ანუ აქ მიუნიშნავს, რომ იესო მოდის ღარიბის სახლიდან. ის მოდის როგორც ადამიანი. გზად ის შეიძლება ბეთფაგა. ბეთფაგა ბეთფაგი იგივე ეს ნიშნავს იგივე მომწიფარი ლეღვის სახლი ქვია ბეთფაგა. ბაითის სახლია ბეთ და ფაგა ნიშნავს მომწიფარი ლეღვის ხე. ესე ძალიან სიმბოლურია ჩემოკარგებო, რატო არის ეს? მაგალითად რომ ჩვენ ვიცოდეთ რატო ეს სახელები, ტერმინები ნახსენებ და რატო ჩერდება საერთოდ ბეთფაგაში. ისტორიულად ჩემოკარგებო, ბეთფაგა ეს არის იერუსალიმის და ბეთანიის შუა ადგილი არის, აი ბეთანიდან გამოდის და შუა ადგილი არის ბეთფაგა, ცენტრალური ადგილი. ეს არის ის ადგილი, სადაც როდესაც მომლოცველები, პილიგრიმები მოდიოდნენ საუფლო დღესასწაულებზე, რომელიც არის პასექი, შავუოთი, სუკოთი, ასე და ასე შემდეგ. ეს იყო ადგილი, სადაც ისინი ჩერდებოდნენ და ამზადებდნენ თავიანთ მსხვერპლს, შესაძლოა რომელიც მათ მოქონდნენ, იცვლიდნენ თავიანთ ტასაცმელებს და ზარზე იმით შედიოდნენ იერუსალიმში. ეს იყო ადგილი, სადაც
ადამიანი უკვე ემზადებოდა, მომზადებას აკეთებდა. ესაც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ბეთ-ფაგა. აი მაგალითად, როდესაც ჩვენ ვკითხულობ ფსალმუნი 132, ძალიან კარგი ფსალმუნია. აი მე მინდა ხა წაგიკითხო თქვენ 132 ფსალმუნი. ახლებში ახალ ნუმერაციებში 133-ია. აჰა, რა კარგია და რა სამური, როდესაც ერთად არიან ძმები. ეს ძვირფასი ზეთივითაა თავზე, წვერზე რომ ჩამოედინება აარონის წვერზე, მისი სამოსელი კალთებამდე. მის სამოსელის კალთებამდე. ეს ხემრონის ცვარივითაა, სიონის მთებზე რომ მოედინება, რადგან იქ დაადგინა უფალმა კურთხევამ მარადიული სიცოცხლე. ხაკ ფესახსამია, ხაკსამია. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ფსალმუნი არის ზუსტად ის ფსალმუნი, რომელიც გადმოსცემს ბეთ-ფაგაში ყოფნის პერიოდს. ანუ ეს არის, უნდა გეცნობათ, ეს არის ადამიანები, სადაც მთელი ისრაელის კუთხიდან, ზოგი ისრაელის გარედან მოდიოდა და ბეთ-ფაგაში ჩერდებოდა ეს ხალხი მომლოცველები, მათ ჰქონდათ ერთადერთი იდეა, ისინი მიდიოდნენ, რათა ღმერთს ემსახურონ და აქ ჩერდებოდნენ. აქ იყო მომზადება, აქ იყო სიმღერები, ცეკვა და ეს ერთად ყოფნა იყო და ეს იყო ერთი იდეა, რომელიც აერთიანებდა, რომ ეს ხვალე ჩვენ წავალ და ღმერთს თაყვანს ვცემთ. აი ეს არის ეს ფსალმუნი, ეს არის იერუსალიმში ასასვლელი ფსალმუნი. იერუსალიმში რო ადიოდნენ, ამ ფსალმუნებს ღეროდნენ თავის საყვირებით, ცეკვით, ტაშისკვრით, როკვით. ებრაელებში ეს ძალიან გავრცელებული ფორმაა განდიდების და თაყვანისცემის ღმერთის, ეს ასე არა მარტო ჩუმად სიმღერა და ესეთი არ აქვს ებრაელებს რომ იცოდეთ და ეს არის აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რომ ჩვენ გესმოდეს რომ ამ ადგილზე იესო ქრისტე ჩერდება ბეთ-ფაგაში ეს არის მომზადების პერიოდი ანუ იესო უკვე საბოლოოდ ემზადება იერუსალიმში შევიდეს რატო შევიდეს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იერუსალიმის მცხოვრები ყოველთვის საპასექო დღესასწაულამდე, როდესაც პასექი დაიწყება, 4 დღით არჩევდნენ კრავის კრავს, რომელიც მას უნდა შეეწირა. მანამდე ერთი კვირა იყო მზადების პროცესი, სახლი იწმინდებოდა საფუალისაგან, ყველა ის რაც ხამეცი არის საფუალი, მაგრამ საფუალი მარტო პური საფუალი არ იგულისხმება, საფუალი ბიბლიაში და ძველ აღთქმაში და საერთოდ ბიბლიური კონტექსტით და ახალი აღთქმის კონტექსტით ეს არის ცოდვა. საფუალი არა რაღაც ეს არის ცოდვის სიმბოლო. ანუ ებრაელები ამ დღესასწაულზე სანამ დაიწყებოდა 4 დღით ადრე დაიწყებოდა, მანამდე წინა 3 დღით ამზადებდნენ სახლს. ალაგებდნენ, ასუფთავდნენ, ის რაც ზედმეტი იყო სახლიდან გაქონდა და წვავდნენ. ესეთი ხამეცის დაწვის რიტუალიც აქვს ებრაელებს, ახლაც არის სხვათა შორის მე არ ჩერდით რომ შახვალთ იერუსალიმში, იქ ძველი ორთოდოქსული უბანია და იქ სულ ყვამლი ამოდის, სულ წვავენ ამ ხამეცებს. ანუ რატომ ამ მოვაყოლეს ყველაფერი თქვენ მე მინდა რომ მე გიხსნით ახლა თქვენ ისტორიული კონტექსტო, თქვენ ისტორიული კონტექსტი წარმოიდგინონ რა ხდება. იესო შედის იერუსალიმში 4 დღით ადრე და ზუსტად ამ დღეს, სანამ 4 დღით ადრე შევა, ამ დღეს როდესაც ის შევა იერუსალიმში, ის იქნება არჩეული როგორც კრავი, რომელიც უნდა შეეწიროს გოლგოთის ჯვარზე, რომელიც უნდა შეეწიროს კაცობრიობისათვის გოლგოთის ჯვარზე და ეს არის ის პერიოდი, როდესაც იესო ქრისტე როგორც კრავი უკვე ემზადება ბეთ-ფაგაში. ბეთ-ფაგაში უკვე კრავის მომზადება ხდებოდა, გაამზადებდნენ, დაბანდნენ, ჩავარცხნიდნენ, ესე და ესე რომ სუფთა ყოის ყოფილიყო და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ შეიძლება ბეთ-ფაგაში და ეუნება თავის მოციქულებს წალი და მომიყვანეთ ვილი და ჩოჩორი დაგვხვდებათ. ეს არის ზაქარია წინასწარმეტყველების ასრულება, რომელიც ამბობს, აჰა, ამოდის შენი მეფე თავმდაბალი, როგორც ვირზე ამხედრებული. ღმერთმა დაიფაროს, რომ ერთბრაელი მართლმადიდებელი გახდეს. პირდაპირ ვამბობ. ღმერთმა დაიფაროს. ქრისტიანი კი მე მაგის მომხრე, მაგრამ მართლმადიდებელი კეთილმსახური ნამდვილად არ მინდა.
ამაზე მე ვილაპარაკებ. რატო აკებ სახურება და ისე. მაგრამ აი ზუსტად საპასეკო სედერზე გავაკეთებ იმ ყველაზე დიდ შეცდომას, რასაც მართლმადიდებლები უშვებენ. დავანებოთ ხატებს, დავანებოთ ყველაფერს. თავარი პრობლემაა ის ზიარება, რომელიც ზიარებაც არ ქვია მაგას რა. ფაქტურად მთელი მართლმადიდებლური სამყარო არასწორად ეზიარება და ზიარება აქვს მთლიანად არასწორად აღებული. ამაზე მე ვილაპარაკებ, ამ კვირის დღეებში ვილაპარაკებ. ვეცდები რომ ხვალე მოხდეს, მაგრამ თუ ხვალე ვერ მოხერხდა, მაშინ კვირის ნებისმიერ ამ კვირაში ფაქტია რომ ეს ნამდვილად მოხერხდება და ვილაპარაკებ პასექზე. ხო, ანუ ვირი რა სიმბოლიზებს, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ვირი სიმბოლიზებს თავდაბლობას, ანუ თქვენ უნდა გესმოდეთ, ახლო აღმოსავლეთში შემოკარგებო ხამორ ვირი, რასაც ქვია, ივრითულად ხამორი ქვია. ახლო აღმოსავლეთში, როდესაც მეფე შედიოდა რომელიმე ქალაქში, ის შედიოდა ყოველთვის ვირით თუ ის მშვიდობისთვის შემოდიოდა. თუ საომრად შედიოდა, ის შედიოდა, არა, თუ მეფე შედიოდა ცხენით, ეს ისე რომ მეფე შევიდა როგორც ომი. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი და ამიტომაც იესო ქრისტე შედის როგორც თვინიერი თავმდაბალი. ამაზე მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და ნალაპარაკები ვირის განმარტება რატომ მაინც ეხლა არ ვილაპარაკებ ამას და წავიდა ახლა ხალხის რეაქციაზე ვილაპარაკოთ. სამოსის დაგება რას ნიშნავს? ეს არის როდესაც ხალხი მას ხდებოდა სამოსით, ეს ნიშნავს მეფე, ხალხმა ის აღიარა როგორც მეფე. მეფე, რომელიც მოდის იერუსალიმში, შედის იერუსალიმში. ტანსაცმლის დაგება, შემოკარგება, ეს იყო ორ ძირითადად მომენტში ხდებოდა. პირველ როდესაც ადამიანი გამეფთებოდა და ეს მიანიშნებს ზუსტად იმას, რომ ებრაელ ხალხს ეგონა, რომ იესო ქრისტე მოდის რათა გამეფთეს უკვე იერუსალიმზე, ისრაელზე, ამიტომაც ისინი უფენენ ხალხს და ამიტომაც მათ ეგონათ, რომ უკვე ის ათასლიანი მეფობა, რომელიც იესო ქრისტე, რომელიც მესიას უნდა მოიტანოს, მან მოიტანა ეს მეფობა. მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. მათთვის სამწუხაროდ და ჩვენთვის აბედნიეროდ, იმიტომ რომ მათ ასეთმა მოქმედებმა მოიტანა ხსნა კაცობრიობისათვის, ეს ასე უნდა ყოფილიყოს. და ყოფილიყო ის უნდა წამებულიყო, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი გვეუბნება იმას, როდესაც ჩვენ ტანსაცმელებს უგებდნენ და პალმის ტოვებს უგებდნენ, ეს ნიშნავს, რომ კარვობის დღესასწაულის სიმბოლოა. კარვობის დღესასწაული ეს არის მეშვიდე საუფლო დღესასწაული, რომელიც სიმბოლიზებს მესიანური ეპოქის დაწყებას, ანუ იესოს გამეფებას დედამიწაზე. ეს არის ის ათასწლიანი მეფობა, ეს არის ის დიდი შაბათი, რომელსაც წინასწარმეტყველებს და ესაია, ეზეიკელი და ყველა და ამიტომაც მათ ეგონათ, რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც უკვე всё, ღმერთი მოვიდა, რათა გამეფთეს დედამიწაზე. მათ დრო აერიათ სამწუხაროდ. აი ეს დროში ვერ გამოიცნეს ეს. ამიტომაც ისინი ყვილობდნენ ოსანაზე ცოტა შემდეგ ვიტყვი. ტანსაცმლის დაგება კიდევ ხდებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც მღვდელმთავარი ემზადებოდა იომ-კიპურის დღესასწაულზე, ის როდესაც შედიოდა წმინდათა წმინდაში, ის არ აღდგამდა მიწაზე ფეხს, იმიტომ რომ ეს წმინდათა წმინდაში რო შესულიყო, დაიღუპებოდა ის მიწიდან რო წაიბილწებოდა, ამიტომ მას უგებდნენ ტანსაცმელს ამ მღვდელმთავარს და ეს მღვდელმთავარიც ასე დადიოდა იმ დღეს, თუ უწევდა მას გასვლა, აქ ყოველთვის არ ხდებოდა. ანუ იერუსალიმის ტაძარი სადაც იყო, იქ არ ჭდებოდა ეგ ტანსაცმელი, არამედ თუ რაღაც მიზეზის გამო მას მოუვიდა გასვლა ტაძრიდან, მას უფენდნენ ტანსაცმელებს, რომ ამ ტანსაცმელით ის გასულიყო, რათა მიწიდან არ ყოფილიყო, რა ქვია, გაუწმინდელებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ხვდებოდეთ. თქვენ ანუ როდესაც იესოს უფენდნენ, ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ იესოს ორმაგი დატვირთვა. პირველი რომ ის აღიარებენ როგორც მეფეს და მეორე მას აღიარებენ როგორც მღვდელმთავარს. ეს მღვდელმთავარი უფრო შორი ფორმაა, ამაზე მე სხვა დროს ვილაპარაკებთ, მაგრამ აქ არის ძირითადი აქცენტი, რომ იესოს აღიარებენ როგორც მეფეს და ამიტომაც მას შეძახიან
ოსანა ჩემო კარგებო ის განდიდება არ გეგონოთ ეს არ ნიშნავს დიდება ღმერთს ეს არ ნიშნავს ალილუიას ოსანა ნიშნავს გვიხსენი ხოშიანა გვიხსენ შენ ახლავე გთხოვ გვიხსენ ახლავე ეს არის ხოშიანა ეს არის თხოვნა მეფეო გვიხსენ ახლავე გთხოვ გვიხსენი ახლავე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რომელიც ავიწყდება ძალიან ბევრს და გონია რაღაც განდიდება ოსანა ღერიან და ზოგერთმა არც იცის რას ღერეს სამწუხარო და არ არიან დაკვირვებული ეს მოიტანა ყველაფერი იმან რომ ებრაულ ტრადიციას მოწყვეტილი იყო ქრისტიანობა ძალიან დიდი ხნის მანძილზე და კიდევ რა დაგვჭა თქვით რომ კავშირი ხო ეს თქვით რომ მეოთხე დღეს იყო ანუ გეგმა რაც ხო ანუ ეს დღესასწაული რომელიც თქვენ ეს ძალიან ცოტა ხალხი ეს პროპაგანდისტის იყო ხო მაგაზე მე ვიტყვი გაგრას პასექის დღესასწაულზე როცა გავაკეთებ იმას მაგ დეტალებზე ვიტყვი ანუ ძირითადი თემა მე დღეს უკვე გითხარით რაც გქონდა გეგმა ჩამოვწერეთ ანუ ვინც აღნიშნავს ამ ბზობის დღესასწაულს ეს არის თქვენთვის კარგი გახსენება იმის შესახებ თუ რას მიუთითებს ეს დღესასწაული ეს ბზის და პალმის და დაფნის ფოთულის დღესასწაული არ არის ეს არის იესო ქრისტეს შესვლა იერუსალიმში რათა ის წამებულიყო ჯვარცმით ამ მიზნისათვის შევიდა იესო ქრისტე თავისი ნებით შევიდა იესო ქრისტე ის ძალით არავის არ შეუყვანია ის თავისი ნებით წავიდა ჯვარზე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნეთ იმ გაგებით იმ დატვირთით რომ გაიხსენე ის რაც იესომ გააკეთა თქვენთვის ეგაა და ეგა აი ახლა გინდა თუ არა არიქა ბზა სახში მოიტანე და ნაკურთხი წყალი ასხი და სუფრას მიუჯექი ეს არ ნიშნავს აღნიშნავს ეს არ არის მაგ დღესასწაულს ეს არის ის დღესასწაული როცა შენ გაიხსენებ ზღვარს თუ რაოდენ ახლოსაა წარმატება და დაცემა ახლოს იმიტომ რომ იესო ქრისტე აღიარეს როგორც მეფედ და 4 დღის მერე შემდეგ ხალხმა მოიძულა და ჯვარსაცვით იძახოდა ანუ ესეც ძალიან საინტერესო პარალელია ეს ცხოვრებაში თქვენ რაღაცების გასწავლის და გეტყვის შესაძლებელი. კარგით მეგობრებო, წავედი, ანუ დამთავრდა ეთყობა ისა ფილმიც მიძახიან, ასე რომ დაგემშვიდობებით ყველას. მადლობა ყურადღებისათვის და აბა წავედი.